ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის გასამართლებას გეგმავს, ამისთვის უკვე შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას შეისწავლის. ამ საკითხზე ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა გორელების აზრი მოისმინა, მოქალაქეები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ქუჩაში გამოიკითხა. გორა უნდა გასამართლდეს. Kas კი არ უნდა გასამართლდეს, მართლა უნდა გასამართლდნენ სულ ყველანი, იმიტომ რომ რა საკეთებდნენ, კი საქართველოს რაღაცა ჭაობიდან ამოსიეს, მაგ სიკეთეც არ უნდა დაუკარგო ადამიანმა, მაგრამ რა გააკეთეს ბოლოს სულ ყველანი ყვარყვარეს ციხედ გადააქციეს ეს ციხეები და კიდე კარგი ეს მთავრობა მოვიდა, თორე რას გააკეთებდნენ ეგენი, სულ ყველანი ციხეში, რის გულისთვის უცილებლად უნდა გასამართლეს. მაგათ რატო? იმიტომ რომ მოახდინეს ომი, დაგვაკარგინეს 150 სოფელი, 2 სახლი, უпростоრად 3 პირადად მე გამინადგურეს. და მთელი ქონება მასთან ერთად. რათა და მაგათი დანაშაულის გამო. რა დანაშაული მეუწყო ეს ნაციონალური მეტი რაღა გითხრათ. ომი მოახდინეს და მეტი ახლა მეც ვერ გეტყვი. დრო გავიდა რომ უკვე რაზე უნდა გაასამართლო. გასამართლებელი ყოფილიყვნენ თავის დროზე, როცა საჭირო იყო, მაშინ გაასამართლო. ეხლა გასამართლებელი მაგათთან ერთად ესეც არიან. რა აზრი? მე ვფიქრობ, რომ ქვეყანას ვინც ღალატობს შეგნებულად თუ შეგვინებლად, რა თქმა უნდა, ალბათ ეს უნდა გაითვალისწინოს აღმასრულებელმა სასამართლოს მხრიდან და ალბათ უნდა გასამართლეს. სამართალი ზოგადად სიტყვა ნიშნავს, რომ სამართალი, თუმცა სამართალი ერთი მხრიდან სხვანაირად ჩანს, მეორე მხრიდან ჯოხს ორი მხარე აქვს. მე ვფიქრობ, რომ ქვეყანის გამყიდველი დავით გარეჯის უდაბნოზე არის ინტერვიუები ამოიღეთ სააკაშვილისა, როდესაც პირდაპირ ამბობს, რომ დავით გარეჯის საკითხი გადაწყვიტა ილჰამ ალიევთან და გადასცა სტრატეგიული სიმაღლეები. რატომაც ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. იგივე თუნდაც ოქროს გატანაზე, თუმცა შევარდნაძესაც არ გაუტანია ნაკლები და მარტო ნაციონალური მოძრაობას მიუძღვის. შეფცას რომ მიუძღვის? არა, შეიძლება წასული საქმე რაღა დროს გასამართლება. ხვალინდელს მივხედოთ, ხვალინდელს. სულ ყველა უნდა გასამართლდეს, ვისაც დანაშაული მიუძღვის ემ ქვეყნის წინაშე. არა მარტო ნაციონალური, იმის წინაც ვინც იყვნენ და თუ დღესაც არიან და დანაშაული, ვისაც მიუძღვის, აბსოლუტურად სულ ყველა უნდა აგოს პასუხი სასჯელის წინახზე. მხოლოდ სასჯელის, არაპირადული, მხოლოდ ქვეყნისა და კანონის წინაშე. რა სასამართლო, რაღა დროს სასამართლოა. თავიდან გაესამართლებინა თუ მართლა რაღაცა იყო. ახლა 12 წლის შემდეგ. მიმები იდება ხოლმე, რომ ის რა ქვია, ბევრს რო გაგინებენ რა სიტყვით ამაზეო და მე ის გინება აგძალოთო, ანუ რაღაც რაც არ ესიამოვნება და არ მოეწონებათ, ყველაფრის აკრძალვა, ანუ ფიქრობენ, რომ ყველაფრის ლეგიტიმაცია აქვს უკვე. ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველაფერი გაუვათ და ამის გამო კრძალავენ ყველაფერს. და სადღაც პიკი ხო უნდა კონდეს ხალხს, სადამდე უნდა შეატოპინოს ამ ხალხს. ანუ ამ მთავრობას სადამდე უნდა შეტოპოს ზღვარი სადღაც ხო და ალბათ მაგ ზღვარს ცდიან, სადამდე გვაქვს მაგის ზღვარი, ან ყველაფერი გაგვივა, ან სადღაც ამოასხავს ამ ხალხს და რა ვიცი, ნახავთ თქვენც აქ ხართ, ჩვენც აქ ვარ და ნახავთ სადამდე აქვს ზღვარი. ყველაფერს მოესწარ, ყველაფერს შევესწარ. რა კონკრეტულად რაზე საუბრობს? რასაც ჩემი თვალითა და ჩემი შევესწარი, სხვაფერს რო არ უყდა ყური. მარტო იმითი არის გასამართლებელი. შეიძლება მკაცრი კანონი, შვილო, არც ერთი მხრიდანა. მეზობელი რომ მეზობელი ყავს, თუ იმასაც კეთილაცა და კარგად არ მოეკეცი არა, იქიდან მერე ქვას რო გაისვრი, ქვა მოგხვდება, ვარა იქნება კაცო. უღმერთობა არსად არ ვარგა, შვილო. ეხლა ბიძინამ რო დათმობაზე წავიდეს, ვაიმე, როგორ ბედნიერი იქნება გიორგი სააკაძე და ის დაავიწყდება დავით აღმაშენებელი ხალხს და ისე გააღმერთებენ მაგას. მე საერთოდ არავის გასამართლების მომხრე არა ვარ, არც ნაციონალების და ოცნების არ. მე უბრალოდ შეიძლება ვისურ ერთი რამ ქვეყანაში უკეთესი მდგომარეობა შეიქმნას კაცო. რა მნიშვნელობა აქვს ნაციონალები იქნებიან თუ
კოცები თუ მაცები არ აქვს მნიშვნელობა. თავი არის ქვეყანა მოწოს რიგდეს, გაიმართოს წელში. დრო უკვე მოხდა. ცუდი ამბები რაც იყო მოხდა. გავიარეთ ისა, აღარ გვინდა. წინ გავიხედოთ.